ქალაქ სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი იწყება. სარიტუალო დარბაზებს რეაბილიტაციის შედეგად სრულად შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე. შექმნილია სპეციალური საპროექტო ნამუშევრები, რომელიც სრულად ერწყმის ქალაქის გარემოს. რეაბილიტაციის დასრულებისთანავე სიღნაღის ქორწინების სახლში 24 საათიანი სერვისი ამოქმედდება და წყვილებს შესაძლებლობა ექნებათ ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დღეღამის ნებისმიერ დროს დაგეგმოთ. სიღნაღის ქორწინების სახლის შენობა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში აგებული და ისტორიულ ძეგლთან ნუსხაშია შეტანილი. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი და სხვა სტუმრები დაესწრნენ. ეს ისტორიული შენობა, რომელიც აგებულია მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, განიცდის სრულ რეაბილიტაციას, ის ამჟამად არის ავარიულ მდგომარეობაში და მოხდება მისი გამაგრება და რაც მთავარია, მოხდება მისი ისტორიული იერსახის შენარჩუნება. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ სიღნაღში ხელმისაწვდომი იქნება 24 საათიანი ქორწინების სერვისი, ასევე უახლოეს მომავალში იგეგმება თელავში ქორწინების სახლის გახსნა და იუსტიციის სახლი ასევე უახლოეს პერიოდში აპირებს ყველა იმ ქორწინების სივრცის რეაბილიტაციას, რომელიც მის დაქვემდებარებაშია. იუსტიციის სამინისტროს ეს მასშტაბური პროექტი, რასაც გულისხმობს ქალაქ სიღნაღში ქორწინების სახლის რეაბილიტაციას, მნიშვნელოვანია არა მარტო სიღნაღის მუნიციპალიტეტისთვის, არამედ მთლიანად კახეთის რეგიონისთვის, ვინაიდან ხელი შეუწყობს როგორც შიდა ტურიზმის განვითარებას მუნიციპალიტეტში, ასევე საზღვარგარეთიდან შემოსული ვიზიტორების მიზიდულობას.